მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო. ესე იგი, დავიწყეთ. სიგნიფიკაცია, რო იცნოთ, თქვენ ხართ თუ არა. ადამიანი, რომელსაც ეკუთვნის გაშლა. მომავალი თვის ტაროს პროგნოზი შენი სულიერი სივრცის არხიდან ცხოვრებისეულ ყველა სფეროზე. ნახოთ მარტისთვის ენერგიები, მთლიანი მარტის თვე. როგორი იქნება თქვენთვის, მოდი ესე გავაკეთოთ. მარტის 15-მდე თქვენი ენერგიები როგორი იქნება და 15 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით თქვენი ენერგიები როგორი იქნება. როგორი იქნება ადამიანებისთვის მარტის თვე, ვინც ელოდება რაღაც კონკრეტულ ხელშეკრულებას, საბუთობრივ დოკუმენტებთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორი იქნება მარტის თვე ადამიანებისთვის და როგორი იქნება მარტისთვის განმავლობაში საქმიანობის კარიერული სფერო. მარტისთვის განმავლობაში როგორი იქნება ფინანსური შემოსავალი. აქაც ესე მინდა 15 მარტამდე როგორი იქნება თქვენი ფინანსები და 15-დან 31 მარტის ჩათვლით როგორი იქნება თქვენი ფინანსური შემოსავალი. სასიყვარულო ურთიერთობა მარტის თვეში. გაუგებრობა აქ ვიღაცას. როგორი იქნება 15 მარტამდე თქვენი სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობები, როგორ წარიმართება 15 მარტამდე და 15-დან 31 მარტის ჩათვლით როგორი იქნება თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები. მარტის თვის მთავარი მოვლენა სამყაროსგან თქვენთვის. მთავარი მოვლენა სამყაროსგან თქვენთვის მარტისთვის განმავლობაში და რას ეხება ეს მოვლენა? აი, დასტები აღარ გვეტევა, ხო? ეხლანდელი თქვენი ენერგიები არის ესეთი, თითქოს თქვენს ოცნებასთან დაკავშირებით, ეს ეხება უფრო სიყვარულს, იმიტომ რომ აქ არის ემოციები. თითქოს თქვენი ოცნება, რაზეც ოცნებობთ, შეიძლება მანიფესტაციებსაც აკეთებდით, მედიტაციებს გულისხმობ. სამყაროში შეიძლება გქონდათ ესეთი საუბრები, რომ რაღაცას ოცნებობდით და თითქოს ამ ოცნებას დაანებეთ თავი და თქვით, რომ ეს მხოლოდ ოცნებაა და ძალიან კრიზისულ ენერგიებში ხართ, სიყვარულთან დაკავშირებით, თქვენს ოცნების სიყვარულთან დაკავშირებით და თითქოს წახვედით. იცი როგორ არის, თითქოს ეს ოცნება ახდა, მაგრამ ხა გეტყვით აქ უფრო რას გულისხმობ.
ხო, როგორი რაღაცა, იცი, თითქოს თქვენი ოცნების მამაკაცი მოვიდა თქვენს ცხოვრებაში. მოდი ენერგიებს ვიტყვი, თქვენი ოცნების ადამიანი მოვიდა თქვენს ცხოვრებაში, რაღაცა მომავალთან დაკავშირებით, რაზეც ოცნებობდით და აქ რაღაცა ვერ მიდიოდა ვერც ეს ურთიერთობა ვერც წინ, ვერც იქ და ის რაღაცა გაუგებრობაში იყო აქ ადამიანი აღმოჩენილი, ვერაფერს ვერ ხედავდა, თითქოს მაქსიმალურად ცდილობდა ამ ურთიერთობის მსვლელობის გზაზე დაეცვა ბალანსი და ყოფილიყო მხიარული, თუმცა ხო, აქ რაღაცაზე წავიდა ეჭვიანობა, შეიძლება მესამე ფაქტორი იყო გულის ტკენა რა, ბედნიერებასთან ერთად გულის ტკენა, აქ შეიძლება რაღაცა ღალატზეც ფიქრობდით, არ ვიცი და თქვენ აი დაბნელების დერეფანი მთავრდება, ეს გაშლაკეთდება 2 მარტს, პრინციპში 3 მარტს გამთენიას. და თითქოს ეს ყველაფერი დაინგრა, ესეთი შეგრძნება გაქვს და ეხლა ხარ ძალიან კრიზისულ ენერგიებში. და აქვე დავამატებ იმას მე, რომ ეს არ არის ნგრევა, იმიტომ რომ ეს არის თქვენი შიდა ემოციებისგან გასუფთავების პროცესი, რაც წარსულიდან მოგხსნებთ. ჯერჯერობით მე აქ სრულ ნგრევას ვერ ვხედავ ამ ურთიერთობისას. დანარჩენს გვეტყვის ტარო უკვე, ჩვენი საოცარი ინსტრუმენტი, ღმერთო, რა ბედნიერებაა, რომ შემიძლია ჩემს ცხოვრებაში მყავდეს ტაროს ინსტრუმენტი. კარგით, ვნახოთ 15 მარტამდე რა ენერგიებში იქნებით თქვენი ცენტრალური ენერგეტიკული ცენტრი რაზე იქნება. რაზე გავა? აქ 15 მარტამდე უფრო რაღაცა გაანალიზების პროცესებში იქნებით. აქ მოგიწევთ რაღაცა შეიძლება მაქსიმალურად საქმეებზე ორიენტაცია, რაღაცის მოლოდინი რომ დაიწყოთ. გაცნობიერება, დაფიქრება იმ ყველაფერზე, რა გადაწყვეტილებებიც მიიღეთ ამ პერიოდამდე წარსულში, კი ბატონო, აქ უფრო იქნება შეჩერებული პროცესი, რომ რაღაცა წარსული შეცდომები არ დაუშვათ და წარსულისებურად არ გადადგათ ნაბიჯები. ენერგიები, როგორც ასეთი, იქნება ცოტა სტაგნაცირებული და გასაანალიზებელი მდგომარეობა იქნება 15 მარტამდე, ანუ უშუალოდ თქვენს თავში ჩასვლის პროცესი იქნება, გაცნობიერების პროცესი იქნება, მშვიდი გადახარშვის პროცესი იქნება იმ სიმძიმეების და იმ სტაგნაციის, რაში შეიძლება იმყოფებოდეს ადამიანი. უკვე 15 მარტიდან გამოღვიძება მოხდება ჩემო სიხარულებო და გამოსვლა ამ სიტუაციიდან. გამარჯობათ. აქ თითქოს გაივლით თქვენს გადასახარშს, გასაცნობიერებელ მდგომარეობას და გამოდიხართ. აქ უკვე მოდის თქვენი აღიარება, აღდგენა და გადაწყვეტილება თქვენს ცხოვრებაზე, რომ თქვენ მოგცეთ ის სამყარო, საგვარეულო ბედისწერა, კარმა. კარმა არის პლუსშიც და არის მინუსშიც. ყველაფერი ის, რასაც თვლიდით, რომ იმსახურებდით. ახლა სფეროებს ვნახავთ, სად რომელ სფეროში იქნება. საბუთობრივი კი აი აქ ნახე, აქ საზღვარგარეთთან დაკავშირებით, რაღაც საქმიანობასთან დაკავშირებით, ვიღაცა ძალიან ნერვიულობდა, რაღაცა ინფორმაცია. საბუთებთან დაკავშირებით, ვიღაცას, რომელიც აი აღარ იცოდა რა ეფიქრა, თითქოს ფარხმალიც დაყარა ამ ადამიანმა, მაგრამ მაინც ვერ ნებდებოდა. აქ თქვენ მოგივათ შეტყობინება, რომელიც ასე ვთქვათ, ძალიან გაგახარებთ ოჯახთან დაკავშირებით, ან ოჯახიდან, ან
მოკლედ შეტყობინებას, რასაც ელოდებოდით, რაზეც ფიქრობდით, რომ ეჭვობდით, რომ მოვიდო და არ მოვიდო და ხარას ფიქრობდით, აქ დადებითად მოვა ეს შეტყობინება, ჩემო კარგებო. საბუთების თემასთან დაკავშირებით, აქ საკითხი მარტის თვეში მოგვარდება. კი. ახალი გზა, ახალი შანსი და თქვენი ბედი ამით შეიცვლება, ცხოვრების ახალი ეტაპი გეწყებათ, რისიც გეშინოდათ. რაზეც გეშინოდათ იქნებოდა თუ არა. სამსახურეობრივი საკითხი, კარიერა. აქ თუ არ იცოდით, სადღაცა გადახვიდოდით, არ გადახვიდოდით, ვერც ძველიდან გამოდიოდით, ვერც ახალში მიდიოდით, აქ არის ვიღაცა ახალ სამსახურში გადადის. და შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ეს უფრო 15-დან ზემოთ იქნება გადასვლა სამსახურში, სადაც იქნება თქვენი აღიარება, ინახეთ თქვენი აღიარება, ძალიან კმაყოფილი იქნებით, აქ ახლა გზას ვერ ხედავთ, მაგრამ არიცით რა არის სწორი, რა არასწორი, გამოსავალიც არიცით თქვენი მკუთხიდან რაში მდგომარეობს, მაგრამ აქ გადადიხართ, ჩემო კარგებო და ძალიან კმაყოფილი იქნებით, ძალიან. ჩავშალოთ უფრო სამსახურში რა გელოდებათ. გაურკვევლობა არის ახლა, რაღაცა შეტყობინებას ელოდებით, სხვათა შორის, რომ გადადგათ ეს ნაბიჯი, თითქოს რაღაცა იძულებით ფორმაში ხართ, მაგრამ სხვა გზა არ გაქვთ, მაგრამ ამას არ იმჩნევთ. სამსახურში რა გელოდებათ მარტის თვეში. ცვლილება, აქ ვიღაცა სამსახურს აუცილებლად იცვლის და ახალ სამსახურში მიდის და როგორ იგრძნობს იქ თავს, იდეალურად გამოდიხართ ამ კრიზისიდან, კი, ბრძოლებიდან. აქ კოლექტივიც კარგი დაგხვდებათ და ასე ვთქვათ, საკუთარ თავს საერთოდ სხვანაირად შეხედავთ, იცით, როგორი რაღაცა, იცი, აქ ცოტა ისეთ გარემოში მოხვდებით, რომ შეგეძლებათ კიდეც, რომ იტყვიან ცხვირი აიბზოონო, რა თქმა უნდა, ეს ახლა ეს არ უნდა გააკეთოთ. მაგრამ რაღაცა ძალიან დიდ პატივისცემაში გადადიხართ ახალ სამსახურში, ვინც გადახვალთ, რაც აქ კაფიოდ ჩანს. ფინანსებში რა გელოდებათ 15 მარტამდე იდეალური მდგომარეობა, ფინანსებში შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მაგარი მდგომარეობა გელოდებათ. შემიძლია ვთქვა, რომ თქვენს ირგვლივ რაღაც ახალი წყაროებიდანაც შემოვა, მაგრამ თქვენს ირგვლივ თითქოს თქვენ გაანათებთ ფინანსურად რა. ეხლა ცოტა გაუგებრობაში ხართ და არის როგორი სიტუაცია, იცი, თითქოს ელოდებით რაღაცა სიახლეს და აქ შემოვა კიდეც ეს სიახლე, იმიტომ რომ თქვენ მაქსიმუმს დებთ, ახალი წყაროებიდან არჩევანი თქვენზე, არა, ფინანსებში ზღაპრული პერიოდია 15-მდე და 15-ის მერე ვნახოთ რა იქნება. შვენიერი, იდეალური, უბრალოდ აქ გეუბნებიან ჩემო ძვირფასებო, რომ ჭკვიანურად დახარჯეთ ეს თანხა, არ ინერვიულოთ, სანამ რამე არ მოიტყუოთ, იყავით აბსოლუტურად სამართლიანი, აკეთეთ თქვენი საქმე და ფინანსებთან დაკავშირებით ეს არაკეთილსინდისიერი გზით არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ, გეუბნებიან, არც ერთი ნიუანსი. კი, იმიტომ რომ შემდეგ ეს გამოიწვევს ფინანსურ კრიზისს. აუცილებლად აკეთეთ თქვენი საქმე სუფთად, კი ბატონო, არანაირ მაცდუნებამ არ შეგიყოლიოთ და არ გადაგადგმევინოთ არაფერი ისეთი ნაბიჯი, თორემ მერე იდარდებთ. კი, აქ თუ იყო გაჩერებული სიტუაცია, აქ თუ თქვენ რაღაცას ქმნიდით, შეიძლება აქ ვიღაცა ხელით მუშაობს და რაღაც ესეთი სამსახური ქონდა, ხო? კიდე გეუბნებით, აქ არანაირმა ესეთმა მზაკრულმა აზრმა არ გძლიოთ და აკეთეთ თქვენი საქმე, იმათ რა ქვია,
კარგად, თორე აქ კარმა მოგიწევთ, კი. თუ ვინმეს რაიმე ჩანაფიქრი აქვს, რომ აი ის იმას ვერ გაიგებს, ამას ვერ გაიგებს, ერთი რამე იცოდეთ, ფინანსები შემოგივათ იდეალურად, ოღონდ აქ არაფერი არ დამალოთ. სასიყვარულო ურთიერთობა 15 მარტამდე როგორი იქნება? როგორი რაღაცა ეხლა არის თქვენს სასიყვარულო ურთიერთობაში? გაჩერება. თითქოს უმოძრაო მდგომარეობა, სადაც რაღაცა სუნთქვა შეწყვიტა ურთიერთობამ. თქვენ ახლა მთლიანად ვერაფერს ვერ აკეთებთ, ხართ ემოციებში ჩაძირული. აქ გეუბნებიან, რომ უნდა გააცნობიერო ეს, იმიტომ არ არის ეს მდგომარეობა, რომ ემოციებში კი ხართ, მაგრამ აქ ეს არკანი ზოგადად ენერგეტიკულად ნიშნავს იმას, როდესაც ესეთ მდგომარეობაში ვარდება ადამიანი, ზოგი ვარდება ესეთ მდგომარეობაში პარტნიორული, ზოგი ვარდება ფინანსური, ზოგი ვარდება ჯანმრთელობის და სხვა კიდე. ძირითადად ესენია. აი ეს ხდება იმისთვის, რომ მოხდეს გაცნობიერება მენტალურ დონეზე სიმშვიდით. იმის თუ აი მანამდე რას აკეთებდი და ამ ყველაფრით რა უნდა გასხივოსნებულიყო შენს გონებაში, რა უნდა განათებულიყო. ეს შეიძლება იყოს ქმედება, ეს შეიძლება იყოს ჩვევის შეცვლა ანუ გაცნობიერების საფუძველზე რაღაცას რო ვიაზრებთ, ავტომატურად იგივენაირად არ ვაკეთებთ. თუ ვერ გავიაზრეთ და უბრალოდ ვიცით, რომ ისე უნდა გავაკეთოთ, შეიძლება ერთხელ ორჯერ ისე გავაკეთოთ, მაგრამ მესამედ და შემდეგ კიდევ ისე გავაკეთებთ, როგორც გონია მართალი. ამიტომ აქ უნდა გაიაზროთ და გააზრება მოხდეს იმის რა არის რეალობა, ჭეშმარიტება, მართალი და მტკვანი. საკუთარ თავში ჩადით და გააცნობიერეთ, დაუპირისპირდით თქვენივე თავს, საკუთარ თავს. და შემდეგ უკვე ხდება აქ აი იმ პრობლემის პოვნა და გამოსვლა, ზუსტად რის გამოც ესე შეიძლება არაერთხელ მომხდარა და ჩავარდნილ ხართ ასეთ სიტუაციაში. ეს საბოლოოდ გამოიკეტება სინათლეში, რას ნიშნავს, რომ კარმა დაიხურება, გაუშვებ კეთილ, ასე ვთქვათ, არა ბოღმით, არა სიბოროტით, არა რაღაცა უფრო დაბალვიბრაციული ენერგიებით, არამედ გაცნობიერებულად, განვითარებულად, ტრანსმუტირებულად, ხო? ანუ ტრანსმუტაცია ნიშნავს ერთი საფეხურით მაღლა გადასვლას, ამ შემთხვევაში ცნობიერების დონეზე. და ზუსტად აქედან ხდება გამოსვლა და რაღაცა ახალი ეტაპი იწყება. ახალი ეტაპი თუ ახალი ურთიერთობა. განოლება, კი ბატონო, და იმ ყველაფრის განათება, რაც გიმძიმებდათ გზას. არა, იმპერატორი ახალია თუ განახლებული? ვიღაცასთან ახალი ადამიანი შედის სრულიად, მე რა გავქნა. სიტყვა არ გქონდა დამთავრებული და დამიჭირეს. განახლებული ადამიანი თქვენი წარსულიდან, რომელზეც ავტომატურად ახდენთ გავლენას, იმიტომ რომ თქვენ როდესაც ენერგოკავშირი გაქვთ, რა ჩემოკარგებო, სიყვარული, სიხარული, ემოცია, ნებისმიერი არის ენერგია. დანარჩენი მიწიერ დონეზე ყველაფერი, ეს მოწონება, მიზიდულობა, ნახვის შემდეგ გაჩენილი დამოკიდებულება არის მიწიერი, იცი როგორი რაღაცა, მიზიდულობა, მიწიერი მიზიდულობა. დანარჩენი ყველაფერი არის ენერგია და ემოციაც. აი, სიყვარულიც ხო, ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ როგორ შეიძლება ადამიანს დაუშვათ, აი, თუ ადამიანებმა ჯერ უნდა მოვეწონო ფიზიკურად და მერე ჩნდება სიყვარული. არა.
პირველ რიგში, როდესაც ფიზიკურ დონეზე ხდება მოწონება ადამიანების, აქ ჩნდება მიწიერ დონეზე პირველ რიგში ვნებითი მიდგომითი ფორმა. მოდი ასე ვთქვათ. მერე მოდის სიყვარული, სიყვარული ხშირ შემთხვევაში არ მოდის, თუ დაკვირვები ხართ, იმიტომ რომ როდესაც ადამიანები ნახავენ ერთმანეთს, ყველაფერი ის და გონიათ, რომ სიყვარულია, შემდეგ წვილდებიან და ისინი შორდებიან, როდესაც გონიათ, რომ სიყვარული არა, ის იყო ვნება, ის იყო მიჯაჭვულობა, დამოკიდებულება, მიწიერი მდგომარეობის და როდესაც მათი სულები უკვე შეეხნენ ერთმანეთს, იქ მიხვდნენ, რომ იქ მაგათ საერთო არაფერი აქვთ. გამიგეთ? აი ზუსტად ეს მდგომარეობაა, რომ ყველაფერი ეს გჯერავს, არ გჯერავს, არის ენერგია. როდესაც აი ენერგეტიკულ დონეზე ხდება თანხვედრა კავშირი და შემდეგ უკვე ხდება მიწიერ დონეზეც ამ ენერგიების თანხვედრის პარალელურად ფიზიკურ დონეზეც თანხვედრა, ხო? რაც უკვე თითქმის 5%, 95% არის მთავარი, მაინც ენერგეტიკულ დონეზე მოხდეს თანხვედრა, მიწიერ დონეზე აი ეგ უფრო არა. ეგ არის მყარი და ეგ არის ის ნამდვილი. გამიგეთ? აი ზუსტად აქ ამას საუბრობენ, რომ ადამიანი წარსულიდან, აქ რო თქვენ ამუშავებთ, თქვენს ამ განულებას ახდენთ თქვენი წარსული სიყვარულთან დამოკიდებულებას ანულებთ, აქ ადამიანს ავტომატურად გადაეცემა ენერგეტიკულად ეს თქვენი ტრანსფორმაცია და ტრანსმუტაცია და ეს ადამიანი განახლებული ბრუნდება უკვე თითქოს აი ეს ცეცხლი, ვნებითი ცეცხლი, რითიც თქვენ დაფრინავდით, მოდი ასე ვთქვათ, ეს უკვე ვნება იწვება და აქ უკვე ეს იშვიათ წყვილში ხდება, სხვათა შორისაც ძალიან სასიამოვნოა, აქ უკვე თქვენი ენერგიები, სულები უკვე ნამდვილად ხვდებიან ერთმანეთს. აქ ადამიანი წარსულიდან ეს სხვათა შორის 15 მარტამდე ხდება. ადამიანი წარსულიდან გამოდის განახლებული. ეს შეიძლება სრულიად მოულოდნელად გააკეთოს ქმედება, ან სადღაც მოულოდნელად შეხვდეთ, მაგრამ აქ უფრო შეტყობინება ისეთი, რომ ეს ადამიანი გამოჩნდება აუცილებლად. 15-დან 31 მართვის შემდეგ რა გელოდებათ უკვე ამ სიყვარულში წინსვლა, თითქოს წარსულის პრობლემების და დამალვიდან გამოსვლა და წინსვლა. კი, აქ უკვე დიდი ფიქრის შედეგად, აქ კარმას წვავთ ორივე, ნახე, აი აქ გიждები ამ დასტაში მე-15 არკანზე, ნახე, ძირითად შემთხვევაში მე-15 არკანი არის ხოლმე, როდესაც აჯაჭვებს ორ ადამიანს და აქ ნახეთ როგორ არის, არ ვიცი ხა როგორ ჩანს. აქ ორივე თქვენგანი წვავთ კარმას და ხელები აწეული აქვს უკვე თქვენს ცდუნებას, გამიგეთ? და ზუსტად ეს არის, რომ გაჩერებულ სტაგნაციურ სიტუაციაში ეს მამაკაცი გადახარშავს იმას, რომ რამხელა ემოცია აქ გაიღვიძებს, აი ლოტოსის ყვავილია, გაიღვიძებს თქვენი საერთო ემოცია, რაც ორივეს თანაბრად გქონდათ. ეს ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობდა თქვენთან დაკავშირებით და აქ გამოდიხართ კარმიდან, მოდი ასე ვთქვათ, და გადადიხართ უკვე სუფთა სიყვარულში, კი. და ეს ხდება ჩერეს ქალით, ქალის გამოკვლევებით საკუთარ თავთან და სიტუაციებთან, ურთიერთობებთან მიმართებაში და შემდეგ უკვე ქალის შემდგრობით და ქალის სტაბილურობით და ქალის განკურნებით ავტომატურად იკურნება თქვენი საყვარელი ადამიანიც და ურთიერთობაც. პირად ურთიერთობებში მარტის თვე შემიძლია ვთქვა არის იდეალური. მოდი ასე ვთქვათ, ძალიან მომწონს ეს პირადი და ფინანსები, აქ ვიღაცა სამსახურით შეიძლება მოწოდეს, იმიტომ რომ აქ ვიღაცა იცვლის სამსახურს. ახლა ვნახოთ სამყაროსგან მოვლენა თქვენთვის მარტისთვის განმავლობაში. რომელ სფეროში?
რომელ სფეროშიც გადიოდი, აი რომელ სფეროში, ემოციებში, რა თქმა უნდა, მოვლენა, ჩემოკარგებო, აი 5-6-იანი. გამოსვლა აპათიური მდგომარეობიდან, რომლის ფონზეც იყავით წარსულში ჩაძირული. თითქოს აქ ის გაგიკვირდებათ რაღაცა, აი რაღაცა თქვენი სურვილი ასრულდება და თან იტყვით, რომ მოიცა ეს მართლა ხდება, აი ესეთი რაღაცა სფერო არის ის, რომელშიც გქონდათ უდიდესი კარმა და რომლისგანაც გამოაღწევთ თავს და რომლისგანაც ოცნებობდით, რომ დაგეღწიათ თავი. აი ესეთი საჯარო გაშლა გქონდა მარტისთვის ტაროს პროგნოზი, მე ვფიქრობ, რომ იყო ძალიან კარგი და ველოდები თქვენს კომენტარებს, შეფასებებს, თქვენი სურვილის შესაბამისად, რა თქმა უნდა, თუ იყო გაშლა, სიგნიფიკაცია თქვენი, დალაიქეთ ვიდეო, რომ მოხდეს ენერგოდაბალანსება მიმოცვლა სამყაროსა და ჩვენს შორის. მიყვარხართ, ძვირფასო ქალბატონებო, გიგზავნით სიყვარულს, სითბოს, გისურვებთ მზეს თქვენ სულში და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, ბედნიერად.